დღეს კონსულტაციებით, მათ შორის აი ისეთი დათვლილით, რადგან 23 პრაქტიკულად უბნების არ ჯამდება და არითმეტიკული შეცდომებია და სერიოზული სახით, სერიოზული პოლიტიკური თანამდებობის პირები გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არის ტექნიკური შეცდომა, ანუ გვეუბნებიან, რომ ფაქტობრივად ერის მე-13 არ იცის 1000-მდე დათვლა და მიმატება გამოკლება. შენ როგორ ფიქრობ, იცის? მე ვფიქრობ, რომ იცის. 1000-მდე დათვლა, ფიქრობ, რომ იცის. კი. დარწმუნებული ვარ, რომ იცის, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ აი ამ დათვლითაც იმაზე გეკითხები. ბალანსი რო ვერ დავსვით, ეს რო გავუშვი, ამას რო გვეუბნებიან, ხო ეს არის პრობლემა, რომ ბალანსი. ხო, ნუ არ ვიცი, ხო მეხუთე კლასის მათემატიკის უნარი თუ არა გაქვს, საერთოდ დაიხურო ქუდი და წახვიდე, მაშინ ხა ჩემი შვილის, შენი შვილის, ყველა შვილების და მომავლის თაობებზე ზრუნვაზე კი არ არის აქ საუბარი და რამის კეთებაზე, რომ ამას შნო გაქვს, რომ ქვეყანა წინ წაწიო. იმის შნო თუ არა გაქვს, რომ მეხუთე კლასის მათემატიკის გამოყენებით დააჯამო სწორედ ხმები, მაშინ უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რისი თქმაც მინდოდა, კი, ჩვენ დაუჭირებთ მხარი და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ დაუჭირა მხარი ცვლილებებს, ეს ცალსახაა და ეს იგრძნობა, რომ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, მაგრამ ამას თან ახლოს აი ეს ნიჰილიზმი, აი რაც ახსენანი, ისევ ქუჩა და ასე შემდეგ. ამაზე ერთადერთი რისი თქმაც მინდა ის არის, რომ თუ დღეს ჩვენ რამე შეგვჩენია ევროპული განვითარებული სახელმწიფოსი, ეს არის პროტესტი. იქამდე ვიქნებით ჩვენ ევროპისკენ სახელმწიფო, სანამ ამას გავაპროტესტებთ. ჩვენ თუ დავიღალეთ ამის გაპროტესტებით, ჩვენ თუ ჩავთვალეთ ხო აბარა, ესე იქნება, სხვაგანაც ესე არის, რეგიონს შეხედე, სხვა, ასე ვთქვათ, ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში, და მაშინ ჩვენ საერთოდ გავუქრებით რადარებიდან. ისედაც ხო გამქრალები ვარ და ეს ხო მიზანმიმართული პოლიტიკაა, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ისე, რომ ჩვენი მეგობრები დასავლეთში, ამერიკაში და ასე შემდეგ უყურებენ რამდენად ჩვენ როგორც ხალხს, რამდენად ჩვენ როგორც საზოგადოებას შეგვიძლია ვიბრძოლოთ ჩვენი ხმისთვის, იმისთვის, რომ ხელისუფლებები იცვლებოდნენ არჩევნების გზით. ეს არის ყველაზე მეტად, რაც ჩვენ განგვასხვავებს რეგიონის სხვა ქვეყნებიდან. თუ ჩვენ ეს შევძელით და მე ვფიქრობ, რომ ეს არის არათუ ვალდებულება, ეს არის ვალი თითეული საქართველოს მოქალაქის, რომ არ დაიღალოს ბრძოლაში. კი არ უნდა დაიღალოს, ამ ბრძოლამ უნდა მიანიჭოს სიამოვნება, ჩემი აზრით ესე არის, შეიძლება ხა რაღაც ცოტა პათეტიკურად გამოდიოდეს, მაგრამ ესე არის რეალურად.